ხელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისა ძმანო და დანო აი ხედავთ როგორ მიდის ზაფხული გაუცებ მოვიდა უცებ გარბის ცხელა ყველა მიდის ასასვენებლად გაურბის ბზეს სიცხეს რაც ბუნებრივია კარგია ზოგი ზღვაზე მიდის ზოგი მთებში მეც ჩემი ოჯახით ამ პერიოდში გავდივართ ხოლმე და აი ერთი რამოდენიმე დღის წინ გავემგზავრეთ სოფელში რომ გამოჩნდა მთები ფიულეთის ფშავის იმ წამსვე გამახსენდა ვაჟა-ფშაველას ლექსი გულიც იქ სულიცა იქ რომ მაღალი მთები მე მთებზე გავამახვილე იმიტომ ყურადღება რომ ზაფხულია ზოგიერთი მიდის დასასვენებლად მთებში მთების კურორტებზე და არ იყენებს ამ უძვირფასეს საუნჯეს თას შეუძლია ადამიანი გარდაქმნას ძალიან მოქმედებს ადამიანზე მთა და ზოგი ისევ ქალაქურად ერთობა ამ ზაფხულში სულ ტელევიზორს უყურებს სულ კომპიუტერზე ვერც ამჩნევს რომ ის წინ რა სილამაზეა ღვთის რა საოცარი ქმნილება რომელსაც დიდი ზეგავლენა შეუძლია მოახდინოს მას აი მე მინდა მოკლედ წაგიკითხოთ რას წელს ერთი თანამედროვე ღვთისმეტყველი თებზე თები თავიანთი მოხაზულობით მხოლოდ ერთ ფრაზას წარმოთქვამენ მაღლა და მაღლა მაგრამ მათი ენა იეროგლიფების ენა ანუ საიდუმლო ენა რომელიც მხოლოდ ადამიანის გულს შეუძლია ამოიკითხოს თები იმ საიდუმლო ჯაჭვის რგოლებს გვანან რომლითაც მიწაც ეკიდება თები ეს გადაშლილი წიგნია რომელიც დუმარებას გვასწავლის თები თითქოს საფარველს ხდიან მარადისობას ადამიანის წინაშე რათა უჩვენონ მას თუ რა წარმავალი და ამაოა წუთის სოფლის დაუცხრომელი ფუსფუსი ესე იგი უდიდესი მნიშვნელობა თათახილვისას ადამიანი განჯას იწყებს იმაზე თუ რა ძევს ამ სამყაროს მიღმა და მასში იღვიძებს მოწიწება ღვთაებისათვის აი ამ სიტყვების შემდეგ მაინც იმედია ვინც ამას ყურადღებას არ აქცევს მიაქცევს ყურადღებას ეს არის მართლა ძალიან მოქმედეს მთა ადამიანს სასიკეთე და აი როდესაც სოფელს ვახტოვდებოდით და ამ მთებს ხედავდი სულ ფიქრები მომეძალა და ადრეც მithქვია ეხლაც ვიმეორებ სოფელი აუცილებელია ძმანო და დანო აუცილებელი ვისაც სოფელი არ აქვს აუცილებლად ყველა ღონე უნდა იხმაროთ რომ შეიძინოთ იმიტომ რომ ეს მთელი წლის შრომა მთელი წლის მოღვაწეობის შემდეგ სოფელში დასვენებას აქვს უდიდესი მნიშვნელობა რომ შემდეგ კიდევ მთელი წლის განმავლობაში ჰქონდეს ენერგია ამის გარეშე ადამიანი გამოიფიტება ამას გარდა რა ხდება სოფელში ბავშვები უყურებენ ღვთის ქმნილებას ქალაქ შეიძლება ეს ვებში ამჩნია იქ ინდაურებს უყურებენ იქ ძროხებს იქ ღორებს იქ ვირებს ყველაფერს და ეს ყველაფერი ძალიან მოქმედებს წყალი მდინარე მზე თევზაობა ასეთ ყოფაში ადამიანი არის როგორც თევზი წყალში სხვაგან ადამიანი გამოდის ნერვიული სისტემა იქ სულ კომპიუტერზე ჯდომით იქ სულ ტელევიზორზე იქ სულ ნერვიულობა გამოდის ადამიანის მდგომარეობა წყობიდან ნერვული სისტემა იშრება სოფელში ეს ყველაფერი წყნარდება ამიტომ იმ ერთვიან ან ორთვიანი თუ იქნება რაჯობია დასვენებას აქვს კიდევ მეორე უდიდესი მნიშვნელობა არამედ ფიზიკური არამედ სულიერი და ყველაზე უცნაური ის არის რომ მე ფიქრობდი დროზე ესე იგი მივდიოდით რა სოფელში თითქოს
შარშანდელი 1 წელი გავიდა, ხო თითქოს 1 კვირა იყო გასული. ფიქრობდი ეს რა უცებ გავიდეს 1 წელი. აი ესეთი საოცარი რამ არის მანო და დრო, ასე ვთქვათ, დროის ზღაპარი, დროის სიზმარი, დროის რეალობა და ფიქრობდი რომ ადამიანმა რა კარგად შეიძლება გამოიყენოს, აი რადგან ეს სწრაფად მივლის დრო, რა კარგად შეიძლება გამოიყენოს, რომ ჩაება შრომის ფერხულში, სწავლის ფერხულში და აი ამ დროის ფერხულში და ეს უდიდეს ბედნიერებას და უდიდეს საქმეს გაგაკეთებინებს. აი ეს დროის ესეთი სწრაფი სვლა, თუ შენ ჩაჯდები ამ კალაპოში, სასწაულია დრო და ფიქრობდი რომ რა უცნაურია რომ აი 1 კვირა თითქოს წამოვედი და იმ დღესვე მეორე მესამე დღეს ისევ ბრუნდები უკან, არა და გავიდა 1 წელი. და რომ ივედი სოფელში უნებრივია შემდეგ დავიწყე ფიქრი აი ლევანდელი კვირის გადაგებისთვის და როდესაც გადავშალე სახარება თქვენ დღეს მოისმინეთ ალბათ ბრმების შესახებ იყო სახარება ბრმების შესახებ და რაღაცნაირად არ მომინდა რომ აი მოდი ამას გამოვტო ბრმების შესახებ არ ვიქადაგებ მეთქი მე გადავხედე 60 კილოს წმინდანთა ცხოვრებას რაღაცად ვერ დაუდე გული ვერაფერს და ბოლოს მაინც ბრმებს მოუბრუნდი და რატომ ერთი შემთხვევის გამო როცა ჩავდივარ სოფელში ყოველთვის პირველად ყიდულობ შეშას თუ თითქმის გასართობად მაგრამ ფიქრობ ეს გასართობა არ არის ღამე ვამთებ კოცონს ირგვლივ ბავშვები შემოუხდებიან ღამემდე შუაღამემდე არიან ეს ძალიან კარგია ანდახან წვათ ანდახან კარტოფილს თუ მარხვა და ასე შემდეგ და ეს პრინციპში არც არის გართობა ეს მეტად საჭირო საქმე აუცილებელი და წავედი რა შეშის საყიდლად ერთ-ერთ სოფელში ხევსურების სოფელი იყო მივედი ერთ კაცთან ვისთანაც მიმასწავლის ვისთანაც ძველადაც დავდიოდით და მითხრა რომ შეშა არ აქვს მაგრამ როდიო მე მეზობელს ვეტყვიო ცოტა იქით ცხოვრობსო დამელოდებ ბრმები არიან ბრმები ხო და აი იმას ვეტყვიო იმათო და თუ აქვსო იმათგან იყიდეო და რო წავიდე ეს კაცი მეორე კაცი ძმა თუ ბიძაშვილი დარჩა და იმას ვეკითხები რომ ვინ ბრმები არიან მე ვინ არიან ეს ბრმები მე საოცარი რამ მითხრა ძმანო და და უნდა ძალიან ძიმე რამ გითხრათ მაგრამ სულისთვის ძალიან სასარგებლოა მითხრა რომ იქ ტყის პირას ცხოვრობენ ოჯახი და-ძმები 8 და-ძმა და სულ ყველა ბრმა და ერთი ყავთ მარტო ძმა რომელიც ხედავს აი გზას ხედავს და უნდოვნად დანარჩეს მე აი ესეთი მხედველობა და მე ვუთხარი როგორ შეშას როგორ პრეზიდენტია აი ესე ვიტყვი ეს ხილველი ძმა თურმე ცოტათი რო ხედავს დადგება და როგორც მატარებელი რო ჩაებნება მატარებლის წინ ესე იგი წამყვან მატარებელს ჩაებნება ეს ვაგონები ასე თურმე ჩაებებიან ეს დანარჩენი და ძმა და ეს მიდის წინ მიყავს შეყავს ტყეში და ესენი მიყვება აი რა საოცარი ამბავს გიყვებით მანოდა ალბათ რა სოფლიოში არ ვიცი მაგრამ საქართველოში არა და არ სვენია საერთოდ არა შეიყვანს და მე ესენი მარცხნივ განაწილდებიან და ხელის ფათული ძირითადად სარებს ცოტა დიდხეებსაც ჭრიან ახლა ძალიან დიდწვერი მაგრამ იქ სარები ლობიოსთვის სარები ლობისთვის იყიდება ეს ყველაფერი თვითონაც ჭირდება ასე ხელის ფათული თურმე სარებთან მივლენ აი თხილნარში ზოგიერთი არის ესეთი რცხილა ეხა კარგად არ ვიცი ვერ ვერკვევი აი ესეთი ხეებია ზოგჯერ ესე ამოდის წაბლიც არის ზოგიერთი ესეთი და აი ესე ხელით შეამოწმებენ და მე ჩაჩეხავენ თურმე ნაჯახი დადებენ მე მივლენ მეორე და ასე შემდეგ მე ეს ძმა მხილველი ძმა ისე ამოიდებენ თურმე აი ესე კლავებში შემდეგ ამ ხეებს ერთმანეთს შეეჭიდებიან
და ზოგი ესე ვირითაც ვირის ტაჭკითაც ჩამოაქვთ თურმე ხეები და ეს ისევ დადგება მე ეს ვინც ხედავს ეს ძმა წი დაემწყრივებიან ესე მატარებელივით და ისევ ჩამოვლენ სახთან თურმე აი როგორ წვალობენ ძმანო და დამა რა საოცარი რამეა და რა მოვისმინე ეს გავუგდი და ეს ახლა ამას გიყვებით მე იმიტომ რომ აი ზოგჯერ რო გვაქვს ესეთი წუწუნი ზოგჯერ გვაქვს ესეთი უსასოება ზოგჯერ ფიქრობთ რომ თითქოს მერთვა მივატოვა რომ და ასე შემდეგ როცა მოკლედ ცუდი ფიქრები გვაქვს წუწუნებთ იქ ეკონომიურ სიდუხჭირის გამო იმის გამო რომ უმუშევრები ვართ და ასე გავიხსენოთ აი რაც მოგიგებ გავიხსენოთ და აღარაფერი გექნება სათუთო აღარაფერი გვექნება სათუთო ნამდვილად მანო და აღარაფერი და არის ესეთი ბიბლიური სოლომონ მეფე ამბობს იგავში მე მგონი იგავში რომ მიდი ტირილის სახში და მოინახულე ტირილის სახში ნუ მიხვალ გართობის და მხიარულების სახში ზოგი ვერ ხდება ეს რა არის რა წერია უკაც გამხსნება არის ეს აქ უდიდესი რამ არის მოცემული უდიდესი ცნება დიდი ფსიქოლოგიური ამბავი აი ეს არის მანო და რა რომ ჩვენ მაინდამაინც მისვლა კი არ არის საჭირო ფიზიკურად ესეთ სახში ტირილის სახში გონებით შეგიძლია მიხვიდეთ და ასევე მხიარულების სახში შეიძლება არ წახვიდეთ გონებით წახვიდეთ რას ნიშნავს ეს ნიშნავს იმას თმარო და აი რაც მოგიყევით იმ ბრმების სახში ჩვენ უნდა წავიდეთ გონებით და როდესაც ვართ უბრალოდ ეს მდგომარეობაში წუწუნებ ცუდად ვართ წუხარეთ ვართ ღმერთს საყვედურობთ აი წავიდეთ გონებაში ესეთ სახში ესეთ სახლებში და აი კერძოდ რაც მოგიყევით დღეს ამ ბრმების სახში და დამთავრდება თქვენი წუწუნი დამთავრდება ჩვენი წუწუნი დამთავრდება ყველაფერი და კარგად იქნება და პირიქით თუ ასეთი განწყობი კიდევ შენ გადაერთვები ამ რაღაცა სერიალების ყურებაში ჩაერთვები გადაერთვები რაღაც ხიარულებაში კიდევ უფრო გაიზრდება შენ წუხარება ძმამო და და ამიტომ ამბობს სოლომონ მეფე მიდი ტირილის სახში რომ იცინო რომ გამხიარულდეს შინაგან იმიტომ როცა ამას ნახავ წუხარება გამოყვა და დაიწევ იჯვარს და იტყვი რომ მერტო დიდება შენდა რომ ხედა დიდება შენდა რომ ესე იგი რა ბედნიერი ვარ თურმე და რას წუწუნებ მაპატიე თუ ხარ ნორმალური გამოიტანა დასკვნას ასე რომ აი მე მინდოდა ეს ერთი მომენტი ვიფიქრე საერთოდ არ მეთქვა მაგრამ იმდენად სასარგებლო იყო მე მგონი და არის აი რაც მე მოგიყევი ჩვენი სულებისთვის რომ ეს რომ არ მეთქვა არ შეიძლება და ამით შევეხმიანეთ კიდევაც დღევანდელ სახარებას თუ დააკვირდებით როგორ ითხოვდა ეს ორი ბრმა რომ გაგებული ქონდათ რომ ქრისტე ბრმებს ყურნავს თვალებს უხევს მკვდრებს აღადგენს და როგორ დაძდებდნენ აი შეიძლება იოანსურად ვერ შეამჩნიეთ აი დააკვირდით დღევანდელ სახარებას სადაც მოსდევენ იესოს სადაც შევა იქ მიდიან ყველგან ყვირიან მას რამდენი ხალხი ესევა მაცხოვარს ირგვლივ უამრავი და გააჭრეს ესე იგი ხალხის ეს ნაკადი შეიჭრენ მიეახლენ მაცხოვარს და ღრიალებდნენ ღაღადებდნენ შეგვიწყალე იესო აგვიხილე თვალები ესე იგი იმდენად საშინელება სიურმავაც მანო და და მაცხოვარმა განკვირდა ისინი და აი როდესაც ამ იმიდან სოფლიდან წამოვედი დაუწინდი თითქოს მაგრამ რაღაცნაირად ესეთ ფიქრებში ვიყავი რომ ესე იგი როგორი ცხოვრება აქვს ამ ასეთ დაძმებს ვადაძმა სულ ყველა ბრმა ესე იგი აგრძელებენ ცხოვრება შრომობენ ყიდიან ამ შეშას ესე იგი რაღაც უფალი არ ტოვებს მათ რაღაც სიხარული გააჩნიათ ხო ისე ვერც იმუშავებ სიხარულის გარეშე ვერც იმუშავებ ვერაფერს ვერ გააკეთებ სასოწარკვეთილებაში ჩავარდებ ესე იგი როგორ უფალი როგორაა მათთან და როგორი მაგალითია ესე იგი ეს ოჯახი სხვებისთვის რომ გამოასწორო შენი ცხოვრება რომ არ იწუწუნო არ ჩავარდე სასოწარკვეთილებაში და ასე შემდეგ და ფიქრობდი
უფალო ნუ თუ ესენც ბედნიერები არიან რაღაცა ალბათ რადგან შრომობენ აი ესეთ ყოფაში არიან ესე იგი არიან ბედნიერები რაღაც შენ ისე ახლოს ხარ და ესეთ ფიქრები მათთან ესეთ ფიქრები მომდიოდა და დავიწყე ფიქრი რა არის ბედნიერება და რაღაც რო იცი და გადაეუბნება ფიქრები ჯაჭვით ერთმანეთს და მოვედი ახლა სახლში და ქადაგების მოსამზადებლად გაბრიელ ეპისკოპოსის წიგნი მუდამ გადავშალე თუ არა გაბრიელ ეპისკოპოსის წიგნი აი ესეთი სათაურიც კი აქვს და უცებ კითხულობ მოკლე მოძღვრება ბედნიერებასა ზედა ვიფიქრე ხა ამას თუ კაი ქადაგება და ეჭვიც არ მეპარებოდა რომ კარგი იქნებოდა მოკლე მოძღვრება მე კიდე უფრო მოკლედ ამოვწერე ფრაგმენტულად და თუ კაი აუცილებლად წავაკითხებ მეთქი წავიკითხავ და მოვასმენებ ბრევს და როცა წავიკითხე გავუვდი თან ეს როგორი ქადაგება ასე კი არ ხსნის ბედნიერებას სიღრმისეულად თუმცა სხვა დროს ეხება სიღრმისეულად ბედნიერების საკითხს გაბრიელ ეპისკოპოსი ამახვილებს ყურადღებას და ზუსტად ის გამიკვირდა რომ აი ამ ბრმებსაც რაღაცნაირად შეხებაში იყო ამ ამბავთან აი მე მინდა ეს წაკითხო და აღარ შეგაცნე თავს ამით დავამთავრე თან არაჩვეულებრივი ენა გაბრიელის გურულ იმერული კილო ეს მე-19 საუკუნის ქართული არაჩვეულებრივი ენა და რაც თავარია აი ამ ქადაგებაში ჩანს გაბრიელის სული როგორც ყოველთვის მის ქადაგებაში ის დაუცხრომელი სული 60 კილოს სული დიდი სიყვარულის სული რომელიც ჰქონდა ქართველი ხალხისადმი გაბრიელ ეპისკოპოსს ამას ხშირად ხას უსვა რადგან დღეს მან უნდა დანო ძალიან საჭირო ესეთი თემები ძალიან იმიტომ რომ ხალხი ივიწყებს ეროვნულს ივიწყებს პატრიოტულს ივიწყებს სამშობლოს ივიწყებს ემიგრაციაში ხალხი დაიბადა ახალი თაობა სუფთა ქართველები რომლებმაც არ იციან ქართული და ესეთი მაგალითები აუცილებელია რომ გაგვივდეს ქართული სული და უცნაური ის არის რომ გაბრიელ ეპისკოპოსი მე ვითქვი ადრებს რომ რუსეთში მას შეეძლო დიდ კომფორტში ეცხოვრა უდიდესი ეპარქია მიეღო ცენტრალური ეპარქიები და ის ზუსტად ქართველი ხალხის სიყვარულის გამო ის არ წავიდა და მთელი თავისი დიდი მასშტაბური დიდი ნიჭი და ენერგია რომელიც უფრო რუსეთში ასე ვთქვათ ფართო მასშტაბიანი იყო იქ და უფრო განივცემოდა მისი ნიჭი მაგრამ ეს ნიჭიც მან მხოლოდ და მხოლოდ აი პატარა საქართველოს შეარდა და თან მის ქადაგებებში ეს არის კიდევ თავარი წითელი ზოლივით გაზრდებს რომ უყვარს ესე ქართველი ხალხი ალბათ ამიტომ ხშირად მათ ნაკზე პირდაპირ ხას უსვამს და ნაკლოვანებაზე ლაპარაკობს ჩვენ ზმანო ჩემო თითქმის ერთობ ყოველთან ესე იგი მთელს ქვეყანას ჩვენ ქართველებს შეცდომილი აზრი გვაქვს ამ საგანზე ბედნიერებას თუ ვინმე კარგად ცხოვრობს ამ ქვეყანაზე წარმატებაში არის და კეთილდღეობაში ვიტყვით მას ბედი აქვს ის ბედნიერი არისო და თუ ვინმე ცუდად წაიყვანა თავისი საქმე და მოაკვდა მას კეთილდღეობა მასზე ვიტყვით რაღაცა ბედი არ აქვს უბედური კაცი აქვს აქედან ნათლად ჩანს რომ ვინც ესრეთ იტყვის ამას გონია იმას გონია ვითომც ბედი და უბედურება დადის ქვეყანაზე თვალ ახვეული და ვისაც უეცრად პირველი შეხვდება იგი გაკეთდება აი ეს სულწმენა ძალიან ზის ჩვენში და თუ მეორე შეხვდა წახდება არა ზმანო ჩემნო თუ კარგად დაუკვირდები ქვეყნის ცხოვრებას შეიტყო რომ ბედნიერება და უბედურება დამოკიდებულია თვით კაცზე და მის ყოფაქცევას ვინც ამ ქვეყანაზე არის მხნე მეცადინი ჭკვიან შრომის მოყარე ის უმეტეს ნაწილად არის გაკეთებული და ბედნიერი წინააღმდეგ ამისა კაცი მცონარე უგუნური უზრუნველი თავის ქონების დაუზოგველად დამფანტველი თუ გინდით ბედნიერებასაშინა იყოს შობილი ბოლოს უთუოდ წახდება და გაუბედურდება როგორადაც კერძო პირის ეგრეთვე მთელი ქვეყნის ან მთელი საზოგადოების ბედნიერება
სწორედ ნამდვილად და უეჭველად არის დამოკიდებული დაუცხრომელსა სწავლასა და დაუცხრომელსა შრომასა ზედა. ამას დაგვიმტკიცებს ჩვენ გამოცდილება. ამას დაგვიმტკიცებს ჩვენ მაგალითი იმ ქვეყანათა, რომელიც ჩვენზე არიან დაწინაურებული, განათლებული კეთილდღეობასაში. ალბათ გულისხმობს ევროპულ ქვეყნებს. აბა კითხე იმ კაცს, რომელიც ყოფილა იმ განათლებულ ქვეყნებში და ის დაგარწმუნებს შენ, რომ ყოველი მათი წარმატება და ბედნიერება მომდინარეობს მათის ხაზი გაუსი გასაოცარი ხნეობისა და დაუძინებელი შრომისა. აი მე მაგალითად გერმანელები გამახსენე. ესე იგი ჩვენ რომ ვივსტირივართ იმ საფრანგეთს, იმ გერმანიას და ასე შემდეგ, ყველა მივსტირივართ ზმანო და დაბო, იმიტომ რომ ისინი არიან ამ კეთილდღეობაში, იმიტომ რომ აქვთ ესეთი შრომა, ეს აღნიშნა გაბრიელ ეპისკოპოსი. და ჩვენ იქ კი არ უნდა გავიქცეთ, იქ კი არ არის ბედნიერება. აი ამ დაუცხრომელი შრომაშია ბედნიერება. შრომა ეს არის პირველი ცნება. მე ვარ ღმერთი შენ, ეს კი არა პირველი ცნება. ის ათწნებაშია პირველი ცნება. პირველი ცნება არის ოფლითა შენითა ჭამდე პულსა შენსა, რომელსაც ადამიანს და ყველას მიცამ ცნება დუფალმა. და ამაში დიდი საიდუმლოა, აი თუ შრომო, იქ ღმერთი შეგეწევაში. და ამიტომ იქ კი არ უნდა მივდიროდეთ, რომ აი წავალ საფრანგეთში ბედნიერები ვიქნებით. პირიქით, ბიშოპის წინ ქვეყანაში თუ იშრომებ, იქ როგორ დაგეხმარება ღმერთი. მაგრამ თუ არავინ არ იშრომა, მარტო აი როგორ ვიქცევით ჩვენ, ხო? როგორ ისე იყო ალბათ გაბრიელმაც შეამჩნია და მე-19 საუკუნეში. ყველა გართობაზე ზრუნავს. ყველა დროსტარებაზე ზრუნავს. აი კინოები ხო გვინახია კაცო გერმანული, იქ ხო ხედავ ჩვენ ის ხალხი როგორ შრომობს და თუ ერთობა მიდის ხოროთ ამ დიდი შრომის შემდეგ. მიდის იქ ამ რესტორანში, ცოტა დაისვენოს, გაერთოს, ილაპარაკოს მეგობრებთან. ნუ ახლა გადახრებიც არის, მიდიან ალბათ დისკოტეკას და ამ შემდეგ და თუნდაც ერთობენ ეს სხვა არის, მაგრამ მე ვამბობ რომ ერთში ნამდვილად ვჯობია, შრომობენ დღე და ღამე. ხო და ესე არ არის. გაიხედავ კაცო, უბანში გაიხედავ, ყველა უსაქმური უბანში გაიხედავ, არავინ არ ყველა ლოთობს, ყველა ასე როგორ იქნება ქვეყანა. არ გამოეს ქვეყანა. არა შენდება და მე ისმის პრეტენზიაც გვაქვს, რატომ არა ვარ ბედნიერი. როგორ უნდა იყოს? არა და ჩვენში რამხელა პოტენციალია ამის მანოდა და რამხელა პოტენციალია როდის ევროპა რენესანსში შექმნა ქურდობით, როცა კათოლიკება გაძარცვეს მთელი კონსტანტინოპოლი და მთელი ბიზანტია და აი იმის ხარჯზე აშენდება ჩვენ ქურდობით კი არა ჩვენი შრომით, ჩვენი წინაპრების სისხლის ღვრით ავაშენეთ ჯერ კიდევ როდის რენესანსამდე რენესანსი. მე-10 საუკუნეში დაიწყო ტაოკლარჯეთში, თითქმის ყველა ტაძარი მსოფლიო კულტურაში იუნესკოს შედის და მერე ოქროს ხანა და ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენში ეს არის და იმ განათლებულ ქვეყანაში ანდაზადა თქმული. დროება არის სიმდიდრე და ვით დროებას სონარეობით ატარებს, იგი კარგავს ბედსა და სიმდიდრესა. დიდებული ანდაზა. მართალია არაერთგზის მოხდარა რომ ზოგიერთი კერძო პირი გაკეთებულა და გამდიდრებულა არათავის მეცადინეობითა. ეს იშვიათი შემთხვევებია და მართლაც იოანე ოქროპირიც ამბობს, ეს იმ დროსაც შეამჩნევდა და ყოველ ჩვენ დროშიც ვამჩნევ, რომ ღვთის განგებით ვიღაცას გამდიდრებს ხოლმე ღმერთი. ეს 1000-ში ერთხელა თითებზე ჩამოსახლება. ესე ხდება. არამედ ერთი და უბრალო შემთხვევით და გარდა მთელი ხალხი, მთელი ქვეყანა რომ განათლდეს და გაბედნიერდეს თვინიერ შრომისა, ხნეობისა და მოთმინებისა, ეს სამი რა შრომისა, ხნეობისა და მოთმინებისა, ეს არ მომხდარა. ეს იმიტომ გავუშვი ხაზი ამ სამს, რომ მარტო შრომა კი არ უნდა იყოს. შრომა უნდა იყოს ხალისიანი, სიხარულით, ისე კი არა რომ დაიტანჯო და ესე ვერ იშრომება. ამიტომ საჭიროა შრომა და ხნეობა და მოთმინება, იმიტომ თუ ერთი დღე იშრომე და თქვი აბა შედეგი არ აქვს, ესე არ შეიძლება. აი სამი რა. და ბოლოს გაბრიელი ამთავრებს დალოცვით, რა საოცარი დალოცვით, მანოდა და არა მგონი ანგლიკურ კაცს რაღაც ესე უბრალოდ წარმოეთქვეს სიტყვები, ალბათ აწია ხელები ჰაერში ან
და თქვა მერთო მაცხოვანო ჩვენო განამტკიცე ჩვენს გულში ეს მხნეობა განაღვიძე ჩვენ შორის შრომის მოყარეობა გყავ სულიერადაც ხორციელადაც წარმატებული და გაბედნიერებული ამინ აი ესეთი უბრალო მაგრამ აი თავისი ესეთი საოცარი სტილი გაბრიელ ეპისკოპოსმა აგუცნა რა არის ბედნიერება და ერთ-ერთი თვისება ბედნიერების და ჩვენც ნუ გაუშვებს ამას ხედა რომ ვიშრომოთ მანოდა და ეხა ვინმე იტყვის რომ მაგაზე ვფიქრობ სულ და სამსახური ვერ ვიშრომ ამაზე არ არის მარტო ლაპარაკი შრომა შეიძლება სახში მეზობელს დაიხმაროთ ყველაფერს უნდა იშრომო და აუცილებლად რაღაცა ესე მოხდება რაღაცა ესე არ დარჩები როცა შრომობ და ინდორებ და თუ არ იშრომებ თუ იზარმაცებ დაიწყებ ლოთობას უსაქმურობას აქ უკვე ღმერთი ამას ესე არ გაუშვებს და რასაც დათესავ იმას მოიმკი ამიტომ შრომა დაგლოცოთ გაგურთოთ ფაფადა